ხო, საქართველოს მთავრობა აკეთებს განმარტებას, თუ რატომ შეიზღუდა ფრენები საქართველოს ცაზე, მე ვციტირებ გარკვეული პერიფრაზით, ცოტა რთული ლექსიკა და ფრაზეოლოგიის გავრცელებულ რაღაც ამბებს. მოკლედ, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, რომელიც 1932 წლიდან ფუნქციონირებს, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სამეცნიერო დანიშნულების ობიექტია და მისი ეფექტიანი ფუნქციონირება არის პირდაპირ დამოკიდებული გარემო პირობების დაცვაზე და ობსერვატორიამ სახელმწიფოს რამდენიმე წლის წინ მიმართა თხოვნით და თან დასაბუთებითო წერს მთავრობა, კონკრეტულად კი ეკონომიკის სამინისტრო, რომ დატვირთული საჰაერო მოძრაობა და თვითმფრინავების საკონდენსაციო კვალი უარყოფითად მოქმედებდა ასტროკლიმატისა და დაკვირვების ხარისხზე. მთავრობის განმარტოებითვე ამოქმედებული ცვლილებები ასტრონომიული დაკვირვების ხარისხის დაცვას ემსახურება და საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება არ გულისხმობს არსებული საჰაერო ტრასების გაუქმებას და წარმოადგენს მოცემულ არეალში გარკვეული ტიპის ფრენებზე შეზღუდვების დაწესების პროცესს. აი ეს არის რაც შევამოკლე მაქსიმალურად მთავრობის მიერ გავრცელებული რელიზით. ეხლა მოდი უფრო მარტივად და გასაგებად ჩამოვაყალიბოთ სათქმელი. მათ შორის პირადად ჩემი. როგორც ამ გადაცემის ავტორის და წამყვანის. არის თუ არა სიმართლე, რომ აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია არის მნიშვნელოვანი სამეცნიერო დანიშნულების ობიექტი? დიახ, არის მნიშვნელოვანი. არის მნიშვნელოვანი და თან სამეცნიეროც არის. და ისიც სიმართლეა, რომ ეს ობსერვატორია გასულ საუკუნეში 1932 წელს შეიქმნა. ხო, მე გავუბედავ და ვიტყვი, რომ საქართველოში არსებობს მინიმუმ 1 ან 2 ათეული არანაკლებ მნიშვნელობის თუ უფრო დიდი მნიშვნელობის არა სამეცნიერო დაწესებულებები, რომლის აზრსაც არ ითვალისწინებენ. ისე, როგორც აბასთუმნის ობსერვატორიის მიმართვა დასაბუთებას, რომ საქართველოს ცაზე კონკრეტულად აბასთუმნის ტერიტორიის თავზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს თვითმფრინავების გადაფრენაზე. ხო, არის თუ არა სიმართლე, რომ დატვირთული საჰაერო მოძრაობა და თვითმფრინავების საკონდენსაციო კვალი უარყოფითად მოქმედებს ასტროკლიმატზე და ობსერვატორიიდან წარმოებული დაკვირვების ხარისხზე. ალბათ ასეა. არც ასტროფიზიკოსი ვარ, არც გარემოს დამცველი, არც მფრინავი ან ავიაციის სპეციალისტი, რომ რაიმე ეჭვი შევიტანო ამ ნათქვამში. ერთი რაც ვიცი, ზოგადად და ნებისმიერი გატოკება ადამიანისა ღია სივრცეში გადაადგილების ჩათვლით ბუნებისთვის შესაძლოა ზიანის მომტანი იყოს, არათუ თვითმფრინავების მოჭარბებული ფრენები ჩვენს თავზე. მაგრამ როგორც გითხარით და დაგიდასტურეთ, სულ რომ ჭეშმარიტი სიმართლე იყოს ზემოთქმული. მე მაქვს ერთადერთი კითხვა. 6 წელიწადში აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას დაარსებიდან 100 წელიწადი შეუსრულდება. და ჩემი კითხვა შემდეგია. როგორ მოხდა, რომ ლამის მისი საუკუნის არსებობის მანძილზე, ანუ აბასთუმნის ობსერვატორიის. მხოლოდ ეხლა უпроსტად 2025 და 26 წელს გახდა აქტუალური მარშრუტის ცვლილებები აბასთუმნის თავზე. რატომ არ იყო აბასთუმნის ცა აქტუალური ობსერვატორიისთვის, ცხადია საქართველოს მთავრობისთვის? კაი ბატონო, თუნდაც 10, 7, 5, 3 წლის წინ მაინც. სამეცნიერო დაწესებულებების აზრის გათვალისწინებაში, მით უმეტეს თუ ეს აზრი გონიერია, მე ცუც არაფერს არ ვხედავ პირიქით. მაგრამ არ მომწონს, რომ სამეცნიერო დაწესებულება გამოყენებულია იმისთვის, რომ შესრულდეს ერთი კონკრეტული ინვესტორის ნება. საუბარია ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, რომელმაც რამდენიმე წლის წინ დაიწყო ინვესტირება აბასთუმანში. შემდგომ მას აყვა თუ აიყოლია კიდევ რამდენიმე ქართველი ინვესტორი, რომელთაც ასევე ღმერთმა ხელი მოუმართოთ ნებისმიერ ბიზნეს პროექტში, რომელიც ამ ქვეყანას და მის საზოგადოებას გახდის უკეთესი. მათ ანუ ინვესტორებს კი მოუტანს მოგებას. წესია. მაგრამ რატომ ხდება, რომ ჩიტების თუ თვითმფრინავების გადაფრენიდან დაწყებული შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს ზეცაში და ხმელეთზეც თუ საჭირო
გახდა და ეს ყველაფერი მოინდომა ერთმა ადამიანმა. ეს არის კითხვა. და მე მგონია რომ ამ სერიიდან არის ზოგადად გარემოს დაცვაზე ზრუნის ამბავში გადაწყვეტილებები, რომელიც ეს 3-4-5 თვეა წამოვიდა. ჯერ ავტომობილების შემოყვანაზე დაწეს და აკრძალვის სახით 6 წლის პლუს თავზე, მერე პლასტიკზე, ავტომობილებზე ყარყოფილა არანაირი გამორჩეული და ეს მნიშვნელოვანი პროტესტი მე რასაც შევხედე იმპორტიორების მხრიდან განსხვავებით პლასტიკის თემისა, სადაც თითქოს ყველაფერი სწორდებოდა გონიურულობისკენ. თუმცა არ გამოდის ეთყობა ბოლომდე და ბიზნესი კონკრეტულად ამბობს, კვების ობიექტებისთვის პლასტიკის ჭურჭლით რეალიზაციის აკრძალვა მომსახურებას გაზრდის 15%-ით. და ეს არ არის ერთჯერადი გაძვირება ან ერთჯერადი შოკი. ეხლა მაგ შეკითხვა კომისია თუ კომისიები რომელიც მაღალი ფასების მიზეზებს იკვლევენ საქართველოში, როგორ ხდება რომ საპარლამენტო თუ სამთავრობო კომისიების არსებობის პირობებში აი ამ ბოლო თვეებში მიღებული იქნა მე რაც დავთვალე მინიმუმ 4 ისეთი გადაწყვეტილება ხელისუფლების მიერვე, რომელიც ფასებს საქართველოში არათუ შეამცირებს, არამედ ყველა შემთხვევაში გაზრდის. იცით, ეს კომისიები უმძიმესი გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდებიან. ამ გადაწყვეტილებებს ხშირად ეკონომიკაში, რასაც ეჭვმეპარება რომ გაიგონ, დილემურ გადაწყვეტილებებს ეძახიან. ესეთი რამ მარალაგოში არ გარჩეულა. და ამ ყველაფერს წამოეწია კრიზისი თან მსოფლიოში, რომელმაც ნავთობზე ფასები ისე გაზარდა, რომ $100 ნიშნულის გარშემო ტრიალებს დღემდე, რაც მის დაახლოებით 60, 80 და ხშირ შემთხვევაში 100%-იან ზრდას ნიშნავს. ხო და მაინტერესებს რა დასკვნას დადებენ ისინი, როგორც გადაწყვეტილებას ამ თვის ბოლოს. ეს არის სიტყვა და პირობა აპრილის ბოლოს, როცა საზოგადოებას დაპირდნენ, რომ იქნება გადაწყვეტილება, რითითაც შესაძლებელი იქნება დარეგულირდეს მათი აზრით უსამართლო ფასნამატები სხვადასხვა პროდუქციაზე, რაც საქართველოს ევროპის ქვეყნებზე ძვირი ფასების ქვეყნად აქცევს სურსათ სანოვაგეზე. ესეც სიმართლეა. თან იხილეთ ამის თაობაზე ბატონი კობახიძის ვიდეო პრეზენტაცია. რა გამოვა ამობიდან მე ვერაფერს გეტყვით. ერთი რაც ვიცი, თვითმფრინავების მარშრუტები შეიცვლება აუცილებლად მინიმუმ აბასთუმნის თავზე და თან ახლა არაფერი განსაკუთრებულად ამ თემაში არ იცვლება, გარდა იმისა, რომ კითხვის შინაარსი, რომელიც დავსვი პროლოგის დასაწყისში, ეს მარშრუტის ცვლილება არაფერს განსაკუთრებულს არ წარმოადგენს, გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი არის რაღაცა ესეთი ფორმით წარმოდგენილი და გაუხერხულებს ამ ქვეყანაში რაიმეს გაკეთებას. მაგრამ ამას ყველაფერს ეშველება, აი ფასებს რა ეშველება, მე ვერაფერს გეტყვით. მით უმეტეს ძალიან ბევრი მიზეზით და მათ შორის ხო, საბიუჯეტო შემოსავლების გამო მთავრობა სადღაც აწყობს კიდეც მაღალი ფასები ქვეყანაში. და როგორ მოქმედებს ხოლმე ინფლაცია ბიუჯეტის სასარგებლოდ და როგორი აქვს ეს გვერდითი ეფექტი, ამაზე ეხა ეკონომიკური ლიკბეზით ნამდვილად არ დავკავდები. მაგრამ პარალელურად არის შედარებით კარგი ამბებიც. მაგალითად, მთავრობა მუშაობს საწარმოო საქართველოში რეორგანიზაციაზე და მის საფუძველზე ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დაფუძნებაზე. მე მანამდე გეტყვით, რომ აწარმოო საქართველოში საინტერესო ხელშეკრულებას აფორმებს, რომელიც გუშინ აღმოაჩინეს BMG-ის ანალიტიკოსებმა. მათ გააფორმეს 708,000 ევროს, ანუ საუბარია 2,248,000 ლარის ღირებულების კონტრაქტი და ეს არის კომპანია, იურიდიული კომპანია Hogan Lovells-ი. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული კონტრაქტებიდან ირკვევა და გამოქვეყნებული 8 გვერდიანი ხელშეკრულებიდან და მისი თამდევი დოკუმენტებიდან უცნობია უშუალოდ რა სამართლებრივ დავაში არის ჩართული სააგენტო აწარმოო საქართველოში. რა სერვისები უნდა მიაწოდოს მას Hogan Lovells-მა, რადგან კონტრაქტიდან რედაქტირებული და ამოღებულია ის პუნქტები, რომლებიც შესაძლებელი სამუშაოების აღწერას მოიცავს. წარდგენილი განმარტების თანახმად აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია და ის გამჟღავნებას არ ექვემდებარება. და როგორც გითხარით, არის შედარებით კარგი
ცხადი და კარგი ამბავი, მათ შორის აწარმოეს საქართველოსგან Starbucks-ის პირველი ობიექტი 2026 წლის ზაფხულში ილია ჭავჭავაძის გამზირზე აქსის თაუერში გაიხსნება, ხოლო მომდევნო თვეებში ქსელის გაფართოება უკვე თბილისის გარდა საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგეგმება. ცნობისთვის Starbucks-ის გახსნა მარტში იგეგმებოდა, თუმცა გასულ კვირას BMG-მ გაარკვია, რომ მისი გახსნა გაურკვეველი ვადით იყო გადადებული. ხო და გაურკვევლობა გაირკვა. და მთავრობამ გააკეთა განმარტებები და სააგენტო ცნობით ბრენდის მაღაზიები Alshaya Group-თან პარტნიორობით გაიხსნება, რომელიც Starbucks-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ლიცენზირებული პარტნიორია მსოფლიოში. წარმატებები ჩვენს ქვეყანას და იღბალი. თბილისში კიდევ ერთი სიახლე გვაქვს. საკმაოდ საინტერესო, თუმცა მისი მესვეურებისგან მე პირადად არ მიკვირს. საერთაშორისო ბრენდული სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi, რომელიც ბაზარზე ესეთი ინოვაციური მიდგომებითა და ცნობილი სტუმრებს კიდევ ერთ ტექნოლოგიურ სიახლეს სთავაზობს. სასტუმროში AI, ანუ ხელოვნური ინტელექტის კონსიერჟის ოპერაციული პლატფორმა დაინერგა, რომელიც სტუმრების საჭიროებებს რეალურ ოპერაციულ პროცესებად გარდაქმნის და მენეჯმენტის გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო მონაცემებს უმკისიერად აწვდის. პლატფორმა QR კოდზე დაფუძნებული ციფრული ასისტენტის საშუალებით მუშაობს და სტუმარი ნებისმიერ კითხვასა თუ დავალებაზე პასუხს სხვადასხვა ენაზე იღებს. იქნება ეს ინფორმაცია სასტუმრო სერვისებზე, რესტორანზე, ტრანსფერებზე თუ სხვა მომსახურებაზე. ამასთანავე სისტემა სტუმრის მოთხოვნებს ავტომატურად გარდაქმნის დავალებებად, რომლებიც კონკრეტულ თანამშრომლებს ენიჭებათ. ხო, და მათი შესრულება ტრეკინგის სისტემით კონტროლდება. თუ დავალება დროულად არ სრულდება, სისტემა ავტომატურად ატყობინებს შესაბამისი დეპარტამენტის მენეჯერს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ინფორმაციის განკარგვისა და გამოტოვებული მოთხოვნების რისკს. ხო, შეგიძლია გადააკეთოთ, ჩაუტაროთ რეკონსტრუქცია, როგორც თავშეყრის ადგილად, ასევე საცხოვრებლად კომპლექსად წერია. აი ამ აღწერაში, რომლის თანახმადაც ეხლა ხედავთ, ჩოგურეთში მდებარე ყოფილი კინოთეატრის აპოლოს შენობა იყიდება. My Home G-ზე განთავსებული განცხადების თანახმად მისი ღირებულება $5,900,000-ია, შენობა 2400 კვადრატული მეტრია და აპოლო კინოთეატრისთვის აგებული ერთ-ერთი პირველი შენობა, რომელიც 1909 წელს გაიხსნა და რეესტრიდან 2022 წლის ამონაწერის თანახმად ქონება კერძო საკუთრებაშია. ძირითადი ნაწილი 2200 კვადრატული მეტრის ეკუთვნის კომპანია თეატრები აპოლოს, 184 კვადრატი კომპანია Confidence Groups-ის ბალანსია. საინტერესო, ვინ იქნება ამ შენობის შემძენი და როგორ განავითარებს მას?